უკვე დიდი ხანია საინტერესო წიგნებიდან ამონარიდებს ვინახავ. ეს ამონარიდები ბლომად დამიგროვდა, საუბარია არამხატვრულ ლიტერატურაზე, ბუნებრივია. და გადავწყვიტე ისინი საჯაროდ გავაზიარო პოდკასტის ეპიზოდების სახით. თითო ეპიზოდი, თითო წიგნს დაეთმობა რა. მაშ ასე ახალი რუბრიკა შემომაქვს ამონარიდები წიგნებიდან, ეს იქნება ნაწილი პირველი. შეგახსენებთ თქვენ უსმენთ გონების საამქროს პოდკასტს და ჩემი სახელია ომარ ნოეწერეთელი, ვინც Spotify-ზე მისმენთ, კარგია, ვინც YouTube-ზე მისმენთ, შეგიძლიათ Spotify-ზეც გამოიწეროთ და იქ უფრო კომფორტული აუდიო ვერსიების მოხსმენა. პირველი წიგნი იქნება ჯეიმს კერის წიგნი, მემკვიდრეობა ესე ქვია. ეს ავტორი ეს ეხება ლეგენდარულ რაგბის გუნდ All Blacks და ამ ავტორმა რამდენიმე ხანი გაატარა ამ რაგბის გუნდთან და აღწერა მათი ფილოსოფია, რომელიც აღმოჩნდა ძალიან საინტერესო. 17 თუ 15-ზე მეტი ამონარიდი მაქვს ამ წიგნიდან და დავიწყოთ პირველი. ახლა ხდება ის, რასაც ალბათ ვერც წარმოიდგენთ. გუნდის ორი მთავარი მოთამაშე, მათ შორის ერთი წლის საუკეთესო მოთამაშე თანაც ორგზის გრძელტარიან ცოცხს იღებს და გასახდელის გამოგვას იწყებს. ნაგავსა დამტვერს პატარა გროვად კუთხისკენ ხვეტავს. მაშინ, როდესაც მთელი ქვეყანა თამაშის გამეორებას უყურებს, საწოლებში ჩაწოლილი პატარა ბიჭები კი All Blacks-ის დიდებაზე ოცნებობენ, თავად შავები გასახდელს ხვეტენ. კარგად ხვეტენ. ამას სხვა არ გააკეთებს, რადგან All Blacks სხვა არავინ უვლის. All Blacks-ი საკუთარ თავს თავად პატრონობს. მეორე. ამ გასახდელის გამოხოტავს ესეთ რაღაცას ამბობს კაპიტანი. ეს პირადი დისციპლინის მაგალითია, ამბობს ენდრიუ მერტენსი, რომელიც All Blacks-ის ყოფილი მგეზავია და მოპოვებულ ქულათა რაოდენობით მეორე ადგილზეა. ჩვენს საქმეს სხვა არ გააკეთებს. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერს მზამზარეულს არ მოგვართმევენ. თუ ცხოვრებაში დისციპლინას იცავთ, მინდორზეც დისციპლინირებული იქნებით. თუ გინდათ, რომ ბიჭებმა მოედანზე ერთ გუნდად ითამაშონ, დისციპლინაა საჭირო. გუნდი უნდა იყოს და არა ინდივიდების ჯგუფი. მუდამ ვერც ასე გაიმარჯვებთ განაგრძობს ის, მაგრამ უკეთეს გუნდს მაინც შექმნით. მესამე. ხელმძღვანელი ანუ ლიდერი საკუთარი თავის საფუძვლიანად შეცნობით გახდები. მეოთხე. როგორც გრემ ჰენრი ამბობს, გამარჯვებას ნიჭი სჭირდება, მის გამეორებას კი ხასიათი. მეხუთე. მოთამაშეს საჯარო სივრცეში იქნება ეს წვრთნა, თამაში, მოგზაურობა თუ სარეკლამო საქმიანობა გუნდის პროტოკოლის მიხედვით იქცევა. აქ საჭიროა პროფესიონალიზმი, ფიზიკური მომზადება და გამოცდილება. პირად სივრცეში კი საკუთარ თავთან მარტონი ვართ. აქ თამაში ჩვენს გონებაში მიმდინარეობს. ის ყველაზე დიდი თამაშია, რადგან ჩვენს ჩვევებთან, შეზღუდვებთან, ცდუნებებთან და შიშებთან მარტონი ვრჩებით. მეექვსე. არასოდეს გახდე ზედმეტად დიდი იმისათვის, რომ მცირე საქმეების კეთება ითაკილო. მეშვიდე. ჩარლზ დარვინის ეს ფრაზა მომწონს. შემხვდა წიგნში, გადარჩენას ახერხებს არა ყველაზე ძლიერი, ან ყველაზე გონიერი სახეობა, არამედ ის, რომელიც ყველაზე უკეთ რეაგირებს ცვლილებებზე. მერვე. წარმატება ძალზე მოკრძალებული თანმიმდევრული გაუმჯობესებების შედეგია. მეცხრე. ცხოვრება ინჩების ზღვარზე თამაშია. ასეა ფეხბურთშიც, რადგან ორივე თამაში ცხოვრებასა და ფეხბურთშიც შეცდომას ძალიან მცირე ზღვარი განაპირობებს. ამ გუნდში ამ ინჩებისთვის ვიბრძვით, საკუთარ თავებსაც და გარშემო მყოფთაც ამ ინჩებისთვის ვბრუნვით. ვიცით, როდის მოვაგროვოთ ეს ინჩები ისე, რომ ის დედანატირები განსხვავება მივიღოთ, რომელიც მოგებასა და წაგებას განასხვავებს. მეათე. თქვენ გარემოს პროდუქტი ხართ, ამბობს მწერალი კლემენტ სტოუნი. ამიტომ შეარჩიეთ გარემო, რომელშიც მიზნისკენ სვლა უკეთ შეძლებთ. ცხოვრება გარემოს გათვალისწინებით გააანალიზეთ. რამდენად გიწყობენ ამ გარემოში არსებული საგნები ხელს წარმატებისკენ სვლაში, ან პირიქით უკან ხომარ გხევენ. დაფიქრდით, თქვენს წინ ასვეტილი მთები კი არა, ფეხსაჩმელში ჩავარდნილი კენჭი ხომ არ გაწუხებთ. ეს მუჰამედ ალის ფრაზაა. მე-11.
All Blacks-ის მომავალ კაპიტანს მან ასე უთხრა: არ აქვს მნიშვნელობა რა დონის ნიჭი დაკოა, რა ზომისანი ვართ, ან რამდენად სწრაფად ან ნელა დავრბივართ. მთავარია როგორ ვექცევით ნაბუძებ ნიჭს. გასამართლებელი საბუთები და გამონაკლისები არ არსებობს. ერთადერთი ვინც მინდა იყო ესაა იყო საუკეთესო იქიდან ვინც შეგიძლია რომ იყო. მე-12 რიჩი მაქიუ გრეგ მაქიუს ეუბნებოდა რომ მუდამ ჰქონდა ერთი რვეული. ის მისი სამუშაო დღიური, მტკიცებების, მანტრების, საკუთარი თავისადმი მიწერილი ბარათების, შეგონებების, შეხსენებების, მოლოდინების, ღუზებისა და გრუნტების მთელი ბიბლიოთეკა იქნებოდა. ვიყოთ პოზიტიურები და დავარწმუნოთ ბიჭები იმაში, რასაც ვაკეთებთ. ფიზიკური მდგომარეობა არსებითია. პოზიტიური ფსიქოლოგიური განწყობა განაპირობებს ჩვენი თამაშის ხარისხს. თამაშის დღეს მაქიუ ერთსა და იმავეს ეუბნება თავს. თავიდან იწყებ. რითაც ახსენებს, რომ დღეს ყველაფერი თავიდან უნდა დაამტკიცოს. მაქიუსთვის ის, რაც დაწერილი არ არის, არც რეალურია. მე-13 მიზანში ყველაზე მაღლა მოცურავე ღრუბელი ამოიღე. თუ ააცილებ, ყველაზე მაღალ მთას მაინც მოარტყამ. ეს All Blacks-ის ერთ-ერთი მანტრა არის. მე-14 სწავლების პირველი საფეხური სიჩუმეა. მეორე კი მოსმენა. ესეც ერთ-ერთი მანტრა არის All Blacks-ის. მე-15 სტივ ჯობსის ეს ცნობილი ფრაზა შემხვდა წიგნში. დრო ცოტა გაქვთ, განაცხადა სტივ ჯობსმა თავის ცნობილ სიტყვაში, როდესაც 2005 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის კურს დამთავრებულებს მიმართა. დოგმებს ნუახყვებით. რაც მთავარია, გამბედაობა იქონიეთ. თქვენს გულის თქმას და ალღოს მიყევით. მათ უკვე იციან, რა უნდა გამოხვიდეთ. სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. მე-16 როგორც ვოლტორ ისააკსონი გვიამბობს თავის წიგნში, სტივ ჯობსი Apple-ის დამფუძნებელმა Apple მეორის წრედულ დაფაზე უარი თქვა, რადგან ხაზები ერთმანეთთან მიჯრით იყო. დაჟინებით ითხოვდა მაკების ადრეულ მოდელებში ჩატვირთვის დრო 10 წამით შეემცირებინათ. გამოითვალა, რომ 5 მილიონი მომხმარებლის შემთხვევაში ასეთი ცვლილებით წელიწადში 100 კომპიუტერის სიცოცხლის გახანგრძლივებას შეძლებდა. მოგვიანებით, როცა ჯობსმა კალიფორნიაში ქარხანა გახსნა, იატაკი თეთრად შეაღებინა, სიწმინდისა და სრულყოფილების ნიშნად. მინდოდა, რაც შეიძლება ლამაზი ყოფილიყო, თქვა მან. იქნებ უჩვეულო არაფერია, მაგრამ კარგი დურგალი კარადის ზურგს დაჭიანებული ხისგან არ გააკეთებს. მერე რა რომ მას ვერავინ ხედავს. მე-17 და ბოლო. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის ცხოვრებაში? კითხულობს ფიცპატრიკი. თუ ამ შეკითხვას ბიზნესმენებს ან სპორტსმენებს დაუსვამთ, მათი უმრავლესობა მოგიგებთ, რომ პირველი ოჯახია, მეორე საქმე. მაგრამ თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ასე არ არის. პირველი საქმეა, ოჯახი მეორეა. ალბათ იფიქრებთ, რა საშინელი ვიღაცა რა საშინელებას ამბობსო. მაგრამ თუ გსურთ მსოფლიოში საუკეთესო იყოთ, პირველ ნომრად საქმე უნდა აქციოთ. უზარმაზარი სხორბლი უნდა გაიღოთ. ეს ჩანაწერი მქონდა ამ წიგნიდან და მსგავს რუბრიკებს კიდე ბლომად შემოგთავაზებთ. იმედია საინტერესო იყო, კომენტარებშიც გამომეხმაუროთ, ალბათ თუ მოგწონთ ეს ფორმატი. შეხვედრამდე.